მანიაკები რომ მართავენ მსოფლიოს ეგეთ მაგ თემაზე ვისაუბროთ, მოდი. რა ხდება ახლა მოკლედ დუნიაზე თუ როგორც არის, ხო? ესე იგი პატუცელო მაყურებლებო, ამერიკაში გამოქვეყნდა ეპშტეინის ფაილები. რა არის ეს ეპშტეინის ფაილები? ნუ რაღაც ეტაპობრივად ასაჯარავებენ. თავიდან რაღაც მცირე ნაწილი გამოაქვეყნეს, ახლა დაახლოებით 3 მილიონამდე ფაილი გამოქვეყნდა და ერთი ძალიან ისეთი დაზუსტება. ჯამში სადღაც 6 მილიონამდე ფაილი არის მთლიანობაში და ეხლა რაც ნახევარი გამოაქვეყნეს, ძალიან ბევრი რაღაც არის, ასე ვთქვათ, დაფარული. ცენზურირებას დაექვემდებარა რა და რაღაცები საერთოდ არ გამოაქვეყნეს და ფედერალურ სამსახურებს რო ეკითხებოდნენ, რომ აი ეს რატოა დაფარული და ის რატო არ გამოაქვეყნეთ, ნუ მანდ იყო ეგეთი პასუხი გაცემული, რომ აი პირდაპირ გაუპატიურებას და მკვლელობას რო ასახავდა თვითონ აი ფოტო, ვიდეო მასალა და ეგენი არ გამოქვეყნებია. ანუ იგულისხმება, რომ ეგეთი რაღაცები ძდევს. ოღონდ ეგ არ გასაჯაროებულ, აი პირდაპირი გაგებით რომ ვიღაცას კლავენ და სხვა რამეს უშვებიან, თან ვიღაცას არასრულწლოვანებს, ბავშვებს. ეგ ცოტა დაატორმუზეს, გაიგე, გამოქვეყნება და ნუ ნაწილი ინფორმაციის გამოქვეყნდა და მაგის გარშემო არის ძალიან დიდი ისეთი ნებათა ღელვა ატეხილი და მოდი აი რითი დავიწყოთ, იცი? კონსპიროლოგიური შეთქმულების თეორიების მქონე ტიპები აი გიჟებს რომ ეძახიან რა, ეგეთი აი რაღაც ესე ფოლგის ქუდით რო სადღაც ძიან და აი რეპტილოიდები გვმართავენ, აი ეგეთი როჟები ამას ამბობდნენ დიდი ხნის მანძილზე და ყველა თვლიდა რომ გიჟები არიან და უცებ გაირკვა რომ გიჟები კი არ არიან, კაცო, მართალს ამბობენ და აი მაგის რამე აი შედეგი რა შეიძლება ის ხო, აი შედეგი არის, ნუ ეს ხდებოდა. ხო, გასაგებია, აღშფოთებულები ვართ, კაი გავაგზავნეთ. ძველებურად მთლად ვერ ვიტყვი, რატო? შეიძლება საქართველოში ცოტა ეგეთი ეფექტი, იმიტომ რომ სამწუხაროდ ჩვენი საინფორმაციო ყოველდღიურობა ცოტა მოკლებულია. მიუხედავად იმისა, რომ დასავლეთი ჩვენთვის ყველაფერია და ყოველი მეორე სიტყვა ჩვენი პოლიტიკოსების მხრით პირიდან დასავლეთზე გამოდის, რეალურად დასავლეთში რა ხდება, შეერთებულ შტატებში რა ხდება, ამის შესახებ ინფორმაცია ძალიან მწირია, მიუხედავად იმისა, რომ ციფრულ ეპოქაში ცხოვრობდა, ყველას ჯიბეში გვიდევს ასეთი ძალიან კარგი მოწყობილობა, რომლის მეშვეობითაც ონლაინ რეჟიმში შეგვიძლია კარგად გავერკვეთ, ნუ ისაც ვინც ენას ფლობს, მეტნაკლებად რაღაცა აზროვნება შეუძლია და ამ შემდეგ. მაგრამ სოფლიო მასშტაბით და ამერიკისთვის ეს საკითხი არის ნომერ პირველი. არა მარტო იმ ადამიანებისთვის, ვინც პოლიტიკით არის დაინტერესებული, ზოგადად აი რაღაც TikTok-ზე შეხვალ, YouTube-ზე შეხვალ, Facebook-ზე შეხვალ, ვინც სადაც ინგლისურენოვანი კონტენტია, ნუ უდიდესი ნაწილი ამ კონტენტის სწორედ ამ ეპშტეინის ფაილებზეა. მე საერთოდ რისი მომხრე ვიყავი, იცი, ჩვენი დღევანდელი გადაცემის კუთხით, აი ამ იმის ანთებით უნდა დაგვეწყო. ხომ გეუბნებოდით, იმიტომ რომ ესე? ხო, იმიტომ რომ არა მარტო ფოლგიანი ხალხი, ვინც იგებათ ითვლებოდა, ამბობდა რომ არსებობს გარკვეული ხელისუფლებებთან დაახლოებული ჯგუფები, თავად ხელისუფლებები თუ არა, რომლებიც ძალიან საშინელ რაღაც საქმიანობაში არიან გარეულები და იქ ხდება პედოფილია, გარკვეული რაღაც ოკულტისტური რიტუალების ჩატარება, მათ შორის ამ ფაილებში პირდაპირ წერია პირდაპირ მკვლელობები, რაღაც ეგეთი ინფორმაციაც მოდის ახლა ეგ რამდენად კანიბალიზმი და რაღაც საშინელებები, ხო. ამიტომ ყოველთვის იყო ეგ ეჭვები, რომ ეგ ხალხი მთლად მორალური თვალსაზრისით არ არის სუფთა, თუმცა წლების განმავლობაში ყველა ვინც ამაზე მიუთითებდა, ის ხალხი იყო მიჩნეული გიჟად, ის ხალხი იყო მიჩნეული
კონსპიროლოგად, მე რუსეთი შემოვიდა, რაღაც რუსეთი ავრცელებს, პუტინი ავრცელებს თურმე ამ ჭორებს ეპშტეინზე და მის კუნძულზე, თუმცა დღეს უკვე ეს საკითხი არის, ყველაფერი მაგიდაზედებს. მთლად ყველაფერი არ დევს, იმიტომ რომ რამოდენიმე მილიონი ფაილი ჯერ არ გამოუქვეყნებია ამერიკის მთავრობას. კაციშვილმა არ იცის იქ რეალურად კიდე რა არის დამალული. ანუ ერთი ამდენი რაც ერთი ამდენი, ხო. მე ცოტა ვეჭვობ, რომ ჯერჯერობით, იმიტომ არ ხდება მთლიანად ამ ფაილების გასაჯაროება, რომ იქ შეიძლება ისეთი რაღაცა გამოქვეყნდეს, რაც საერთოდ შოკის მონგრელი შეიძლება იყოს კაცობრიობისთვის. ჯერჯერობით თუ გავითვალისწინებთ იმ ფაქტს, ვინ იყო ამ ყველაფერში ჩარეული, ანუ რა დონის სოფლიო მასშტაბის პოლიტიკოსები, რაღაცა იმების სამეფო ოჯახის წევრები, ვინ იყო კონკრეტული პირები, ვინც გაირკვა, რომ მაგაში მონაწილეობდა? აი მაგალითად კლინტონი ერთ-ერთი ვაჟბატონი, რომლის იმედათაც საქართველოს გამოვიდა საბჭოთა კავშირიდან, აქ ჩვენ რაღაც დემოკრატიული სახელმწიფო უნდა აგვეწყო, რაღაც ამერიკის იმედად, მაშინ ვინც მაშინ მონაწილეობდა ამ საქართველოს ვესტერნიზაციის, ასე ვთქვათ, ჩამოყალიბებაში, აქაური პროდასავლელ ჯგუფებთან გარკვეულ ურთიერთობებში, კოორდინაციაში, მაშინ ხო იყო ბილ კლინტონი, ხო? ანუ 91 წლიდან 2001 წლამდე ამერიკას მართავდა დემოკრატიული პარტიის კანდიდატი ბატონი ბილ კლინტონი და პირდაპირ სურათებით, ფოტოებით ყველაფრით არის დადასტურებული, რომ კლინტონი ძალიან ხშირი სტუმარი იყო ამ კუნძულის. ისე რაღაცნაირი ირონია არ არის, რომ აი ამ ეპშტეინის და არასრულწლოვან ბავშვებზე ძალადობის ჭრილში რაღაცნაირად ანეკდოტურად არ ჟღერს ის მიზეზი, რის გამოც კლინტონს თავის დროზე პოსტის დატოვება მოუწია, იმიტომ რომ ახლა ამ გადმოსახედიდან სეკრეტარშამ რაღაცა სერვისი სხვანაირი სიტყვებით რო თქვა გაუწია თეთრ სახლში ეგ ძალიან დაბალი ხარისხის მიზეზი თანს იმასთან შედარებით, რომ ტიპი რაღაცა კუნძულზე დაფრინავდა, სადაც არასრულწლოვანი ბავშვების ტრეფიკინგი ხდებოდა და იქ მინიშნებებია, რომ ვიღაცებს საერთოდ კლავდნენ მერე და მარხავდნენ. ო, მოდი აი ავხსნათ. ჯერ ჩამონათვალი ძალიან სურათებიც გვაქვს. კლინტონი, იქ ბრიტანეთის პრინცი ენდრიუ, ბილ გეიტსი, მაიკლ ჯექსონი, სტივენ ჰოკინგი, ვუდი ალენი, მიკ ჯაგერი, ბრიუს უილისი, კეით ბლანშეტი, ეჰუდ ბარაკი, ისრაელის ყოფილი პრემიერ-მინისტრი, სერგეი ბრინი, გუგლის ერთ-ერთი მეპატრონე, რა ვიცი, უამრავი ის არის რა ვიცი, ჯორჯ ლუკასი, ვინც ეს გადაიღო რა, Star Wars-ი და ასე შემდეგ, ანუ უზარმაზარი ფაილებში უამრავი სახელია, მთელია ელიტა, ფინანსური, პოლიტიკური, შემოქმედებითი ელიტა. აი რა ხდებოდა ორი სიტყვით კიდე აი რო აღწეროთ, ბევრმა შეიძლება საერთოდ რაღაც ისმის ეს ტრიალებს ეს სახელები. ეს ეპშტეინის ოღონდ რა არის, რასაკეთებდა, ვინ იყო ეს ეპშტეინი? ეპშტეინი იყო ვიღაც საშუალო გაქანების ფინანსისტი თავის დროზე 80-იან წლებში. დასაქმებული იყო ფინანსისტურ ფირმაში თავის დროზე. ერთ-ერთი დასაქმებული იყო. ის კი არა რომ აი რაღაცა მილიარდერია, მე პატრონი და რაღაცა კი არა, ერთ-ერთი მოხელე იყო ფირმის. ოღონდ შემდეგ რაღაცნაირად მოულოდნელად და სწრაფად ამისი კარიერა წავიდა აღმავლობისკენ ძალიან მოკლე პერიოდში დასაქმებული მოხელიდან ერთ-ერთი ფირმის, რომელსაც შეიძლება შემოსავალი ჰქონდა ეს ჩვეულებრივი ადამიანისთვის ნორმალური, მაგრამ არა მილიარდები. ამ დონიდან მისი შესაძლებლობები სულ რაღაც რამდენიმე წელიწადში გაურკვეველი მიზეზებიდან გამომდინარე ძალიან გაიზარდა.
და იმდენად რომ კუნძულიც კი შეიძინა. მან კუნძული იყიდა კარიბის ზღვაში და ეს კუნძული იყო რაღაცა თავშეყრის ადგილი და დროის გატარების ადგილი ამერიკის ელიტის წარმომადგენლებისთვის. ამ ადამიანს გაუჩნდა უზარმაზარი კავშირები და დადიოდა ხმები ამ კუნძულთან დაკავშირებით, რომ აქ ამ კუნძულზე უბრალოდ ისეთი გართობას კი არა, აქ ადგილი რაც კანონის ფარგლებში იჯდება, არამედ რაღაცა კანონის ფარგლებს მიღმა გასული და 90-იანებიდან მოყოლებული ეგ ხმები დადიოდა. ეს ამის კარიერა აღმავლობისკენ წავიდა მოულოდნელად, აი დაახლოებით 90-92 წლებში რაღაც 80 წლების ბოლოს იყო რაღაც თანამშრომელი რაღაც ფილმის და უცებ მერე გახდა ძალიან მდიდარი და ამის კუნძულზე წავიდა დადიოდა ელიტა გასართობად. და ამ გართობებზე ხმები ვრცელდებოდა რომ რაღაცა საეჭვო გართობებია. ოღონდ ამ ხმებს ახშობდნენ. პირველი ჩივილი თუ არ ვთქვი ეს იყო 96-97 წელი ერთ-ერთი გოგონას დეიდამ სადა საჩივრის შეტანა ეპშტეინზე რომ მის დიშვილს აიძულებდნენ სექსუალურ კავშირს არასრულწლოვან დიშვილს აიძულებდნენ ვიღაც ასაკოვან ხალხთან. და ამ განცხადების პასუხად პრობლემები ექნა აი ამ ადამიანსაც მე აი ამაზე ხო მოგვიანებით უკვე გამოძიებები მიდიოდა და მეტი ინფორმაცია გავცოდა ამ ადამიანსაც და შემდეგ იყო არაერთი მცდელობა ხმის ამოღების და პრეტენზიის განცხადების, მაგრამ პრობლემები ექნებოდა ამ ადამიანებს და ნუ იყო შეგრძნება რომ ვიღაცა ძალიან გავლენიანები ფარველობენ ამ ეპშტეინს და მის საქმიანობას და აი ბუნებრივია ეგრეც იქნებოდა თუ ელიტა დადიოდა, ის ელიტა იყო ვინ ფარველობდა, ხო? და თანდათან ნუ უკვე ისეთი მასშტაბი მიიღო ამ უკანონობამ რომ ძალიან გავრცელდა მედია საშუალებებით სხვა ალტერნატიული მედია საშუალებებით სხვათა შორის მაგაზეც თუმცა მიდის აი გამოძიება კვლევა საზოგადოებრივი გამოძიება მსხვილი მედია საშუალებებით ამ თემას აი ძალიან საეჭვოდ გვერდსულიდნენ ანუ იდეაში რაღაცა სკანდალური თემა, რომელშიც ელიტის წევრები არიან ჩართულები, რომელზეც ყველა ყურადღებას მიაქცევს და რეზონანსული იქნება. წესით მედიის ინტერესში უნდა იყოს, ოღონდ გვერდსულიდნენ და შემდეგ, ნუ როცა ამის გვერდისავლა, რადგან ალტერნატიულმა შედარებით მცირე საშუალებებმა და რაღაცა ალტერნატიულმა აქტივისტებმა დაიწყეს ამ თემის გახმაურება, ამის დაფარვა აღარ ხერხდებოდა და 2000-იან წლებში თუ ვთქვი 2009 წელს იყო რომ დააკავეს ეპშტეინი პირველად მას დაუმტკიცეს არასრულწლოვნების სექსუალურ საქმიანობაში ჩართვა სექს მომსახურებას სთავაზობდა ამ არასრულწლოვნებით რაღაც დიდარ ადამიანებს დაუმტკიცეს ეს და გარკვეული სასჯელი დაადეს ოღონდ გამოუშვეს რაღაც გაურკვეველი მიზეზებით მაინც გარეთ იყო, მაგრამ ნუ ხმა გავრცელდა და ამაზე უკვე ყველასთვის ცნობილი იყო, რომ ეპშტეინი ამაშია ბრალდებული, მაგრამ ამის მიუხედავად აი ამ ფაილებში ფიგურირებს, რომ ეპშტეინთან ურთიერთობებს განაგრძობდნენ ძალიან გავლენიანი ადამიანები ამ სასამართლოს შემდეგ. და ეს ხმაური, რა თქმა უნდა, გაგრძელდა, კიდე ახალ-ახალი ფაქტები გამოვლინდა და ბოლოს ნუ ისეთი მძიმე ფაქტების მომსწრე გახდა საზოგადოება, რომ ეპშტეინი დააპატიმრეს და უკვე მიდიოდა პროცესები იქით, რომ ხილება უნდა მომხდარიყო, ვინ იქნებოდა ჩართული ამ ძალიან ბევრი გავლენიანი. ანუ რო შევაჯამოთ, ეხლა რაც მოკევე, აი ერთი მომენტია, რომ ტიპი, რომელზეც 10 წლეულები ყველა მიცოდა, რომ ეს ტიპი არასრულწლოვნებით სექს ტრეფიკინგით არის დაკავებული და სადღაც კუნძული აქვს. აი მან მთელი დასავლეთის ელიტა მაინც იყრიდა თავს პრინციპში ყველაფერი იცოდა და არავინ არაფერს მაინც არ აკეთებდა. აი ეგ რატო არის მნიშვნელოვანი რო ახსნათ რომ აი ყველას ხო ისე წარმოუდგენია რომ აი რო ეგეთი რამე რო გახმაურდეს საზოგადოება და სისტემა ამას ასე არ დატოვებს, ეგ ყველაფერი ჭდილში იყო და ეპშტეინს მაგალითად ცოტა იმას საჩვენებს, რომ
რავი კაცო, გახმაურდა კიდევაც. და სასამართლომდეც მივიდა და მაინც ძალიან დიდი ხნის მანძილზე ვერაფერი ვერ გააკეთა. ხო, და აქ ძალიან მნიშვნელოვანია შემდეგ რა მოხდა. ყველა საეჭვო კულმინაცია. ეს ყველაფერი ხო გახმაურდა. გახმაურდა იმდენად, რომ ამის იგნორირება შეუძლებელი იყო. ეპშტეინი დააპატიმრეს და იდეაში გამოძიება უნდა წასულიყო იქით, რომ ხილება უნდა მოხდარიყო ეპშტეინის საქმიანობისაც ფართო ხილება ყველა დეტალის და იმ ხალხის, ვინც ამაში მონაწილეობდა. ხო მარტო ხო ვერ დააორგანიზებდა მთელი ელიტის რაღაცა სექსუალურ აღვირახსნილ პედოფილიურ ორგიებში მონაწილეობა. და ამ გამოძიების პროცესში საკანში, სადაც ეპშტეინი იყო დაპატიმრებული, ამ საკანში ის აღმოაჩინეს ჩამომხრჩვალი, ოღონდ ჩამომხრჩვალი ისე, რომ კამერები, რომლებიც ამ საკანს მეთვალყურეობდა, იმ მომენტში გაითიშა, რატომღაც იმ ღამეს გაითიშა და ვერაფერი ვერ და. ძალიან უცნაური დამთხევა. ანუ და ნუ უბრალოდ ანუ თან ცალკე საკანში იყო. ეგ ისე არ არის, რომ ვიღაცები კიდე იყვნენ და არა, მარტო იყო ერთ ადამიანზე როა გათვლილი ეგეთ საკანში, კარი დაკეტილი იყო და უყურებდა ვიდეო კამერა, რომ აი რამეც თავი არ აუტეხოს და უცებ წკაპ კამერა გაითიშა და ტიპმა თავი ჩამოიხრჩა, ხო და ეგ მომენტი თავისთავად მე აჩენს ორ ვერსიას. მოდი აი შეთქმულების თეორიის ვერსიაც მოვყვეთ და მე უკვე შეთქმულების თეორიებს აღარ უყურებ ისე როგორც მე უკვე მაგას შეთქმულების თეორია და აღარ მოიხსენდი. მე მაგას მოიხსენდი თეორია. ხო, ამერიკულ ინტერნეტში მაგალითად აქტიურად მუსირებს ეგეთი ვერსია, რომ საერთოდ იქ ეს თვითმკვლელობის ფაქტი რომ მოხდა, საერთოდ ეპშტეინი არ იყო იქ და ვიღაცის გვამი მიიტანეს, უბრალოდ დადეს ცოტა ვიზუალურად რომ გავდა და ეს ეპშტეინი ვაფშე გამოიყვანეს მაქედან და ანუ გააპარეს, ეგ ერთი ვერსია. და მაგას რა დასტურებს? ეგ ერთ-ერთი შეთქმულების თეორია, რომელსაც მე შეთქმულების თეორიით არ მოიხსენდი, მე მოიხსენდი ვერსია. თეორია შორის რით ამყარებენ მაგ იმას, იცი? მაგ თეორიას, რომ რეალურად ეპშტეინმა კი არ ჩამოიხრჩო თავი, კი არ მოკლეს. რაღაც სხვა გვამი მიიტანეს და ეპშტეინი სადღაც ახლა ისევ კუნძულზე შეცვლილი სახელით გვარი და პლასტიკური ოპერაციით დადის. პირველი რომ რაღაც სურათები ვრცელდება, სადაც ნუ გვამის და ეპშტეინის სახის ნაკვთები მაინც და მაინც არ ემთხვევა, თუმცა ეს ახლა რამდენად ვერიფიცირებულია ის, რამდენად რეალური, იმიტომ ძალიან ბევრი ახლა თუნდაც მასალა და სურათი, ვიდეო ან ფეიკია. ეხლა რაც ვრცელდება, ხო ისე აუდიტორიასაც რომ მიმართ. ზოგადად ხელოვნური ინტელექტი. ხო, ხელოვნური ინტელექტითაც და ისედაც ის სხვათა შორის ხელოვნური ინტელექტი ძალიან ბევრი ფეიკია ეხა და ბევრი რამე რაც შეგვხედრიათ ეხა მაგის გარშემო დიდი ყველაფრის დაჯერება წესი. ამიტომ ეგ ერთი ვერსია და ხო იცი დღეს წავიკითხე სხვათა შორის ერთ-ერთი კიდე საინტერესო ვერსია, რომელიც რაღაცა კუთხით ამ კონსპირაციულ თეორიას ამყარებს. ჩვენ ამ ფაილებიდან ვიცით, რომ გარდა იმისა, რომ ეპშტეინი იყო ფინანსისტი, რომელიც ძალიან უცნაურ ვითარებაში გამდიდრდა, არ იყო მაგ გაქანების რეალურად და მაგ ბექგრაუნდის კაცი, რომ მაგ მასშტაბის კაპიტალი და ფული ქონდა, ესე იგი ვიღაცა ეხმარებოდა, მაგრამ მაგაზე ცოტა მოგვიანებით ვისაუბრებთ, ვინ შეიძლება ყოფილიყო მაგის დამფინანსებელი და ვიცით რომ იყო პედოფილი, ვიცით რომ იყო ოკულტისტი, ვიცით რომ იყო ცუდი ადამიანი, ვიცით ასევე რომ იყო რასისტი, ძალიან არ უყვარდა შავკანიანები. იმდენად არ უყვარდა რომ აი ვიდეო ისიც კი გავრცელდა მაგის აუდიო ჩანაწერი. პარალელურად გეიმერიც იყო თურმე, მაგრამ უყვარდა ვიდეო თამაშები და ერთ-ერთი თამაშის დროს, აი ონლაინ რაღაც თამაშის დროს ვიღაც თავის მოწინააღმდეგეს ასე რასისტული კომენტარების გამო დაბლოკეს იმ თამაში. რასისტული კომენტარებს უკეთებდა და თვითონაც მოიხსენიებდა რასისტული ფრაზებით ვიღაცა მოწინააღმდეგეს ამ კომპიუტერულ თამაშში. არა თეთრკანიანებს ეძახდა მაიმუნებს, ესე მარტივად რო ვთქვათ.
და საინტერესო რა არის ახლა მაგის აკაუნტი აი ეს რა აკაუნტითაც ის თამაშობდა სხვადასხვა ვიდეო თამაშებს ეგ ვერიფიცირებული იყო და აღმოჩენილი იყო და ნუ ყველა მის ინტერნეტში ძდეოს ანუ რა ნიკნეიმით რა იმით იყო და მაგის აკაუნტი რატომღაც დღემდე არის აქტიური. ანუ ვიღაცა თამაშობს. ხო, ეგ აკაუნტი დღემდე არის. არა, მე ხო და უყურე ეს რო ისევ ახმაურდა გეიმერებს მაგას ხო ვერ გამოაფარებდა. რო აღმოაჩინეს რომ ამის გეიმ აკაუნტი არის აქტიური და ვიღაცა ისევ თამაშობს Fortnite-ს, არ ვიცი მე, Warzone-ს. ეს აკაუნტი გაქრა და წაიშალა. ამიტომ ცხადე ხა ეს არაფრის მიღება არ არის, მაგრამ აი ამ პირობებში უბრალოდ აი ისეთები ხდება, რომ არც ერთი თეორია უკვე ხელწამოსაკრავი აღარ არის. არა, მე მაგალითად დავსვავა ეს კითხვებს რა, მაგ თეორიის სასარგებლო. იმიტომ სერიოზული კითხვები. აი ეპშტეინს ჰქონდა გეიმერის აკაუნტი. თამაშობდა რაღაცას, აი Fortnite-ს ან ამის, ხო? და აი რა ლოგიკაა ეპშტეინი მოკლა თავი მოიკლა და ვიღაცა ჩაუჯდა იმენა იმ აკაუნტს კი მაგის აკაუნტი იმით თამაშობს რა მაგარი გაკაჩული აკაუნტი ქონდა და ამით უნდა ვითამაშო ეპშტეინის აკაუნტი ხო ცოტა არაბუნებრივია რა აიო